How many of you are ready for a wonderful word from God today? რამდენმა თქვენგანმა მიიღეთ ან გაიგეთ ღმერთისგან შესანიშნავი სიტყვა დღევანდელ დღეს უკვე? Okay, so about half the people? ან მხოლოდ ნახევარმა მოისმინეთ? Okay. ნუ კარგი. We'll ask them again. მაშინ კიდე კითხავ. How many of you came for a wonderful word from God today? რამდენი თქვენგანი მოხვედით შესანიშნავი სიტყვის მოსასმენად უფლისგან? Good. ძალიან კარგია. Well, I know მე ვიცი, that God's got a great word for you. რომ ღმერთ შესანიშნავი სიტყვა აქვს თქვენთვის. And you know God's got a great word for და you. თქვენც იცით, რომ ღმერთსაც შესანიშნავი სიტყვა თქვენთვისაც. So if you don't like the message, ამიტომაც თუ თქვენ ეს გზავნილი ქადაგება არ მოგეწონებათ, it's not my fault. ჩემი ბრალი კი არ არის. And it's not your fault. არ ჩემი ბრალი არ არის. Because we're in agreement. იმიტომ რომ ჩვენ ეს Amen. ვთხოვებით, ხო? ამინ. It's her fault. ეს ჩემი თარჯიმის ბრალია. Right. Because I don't know what you're saying. იმიტომ რომ არ იცის მე როგორ თარგმნი. God is good. ღმერთი კეთილია. ამინ. Let's pray again. მოდი ვილოცოთ კიდევ ერთხელ. Father God in heaven, ცეციერო მამა, I thank you მე მადლობას გიხდი. for your presence in this place. შენი თანდასწრებისთვის ამ ადგილზე. I declare და მე განვაცხადებ, that everyone in this place რომ ყველა თითოეული ადამიანი ამ has ადგილას got ears to hear თითოეულს კონდეს ყური and სასმენად hearts to receive და გული მისაღებად, the truth in your word რომ მიიღოს შენ ჭეშმარიტება შენი სიტყვისა, that sets people free. რომელიც ათავისუფლებს I ადამიანებს. declare this today მე ვაცხადებ ამას დღევანდელ in the დღეს name of იესო Jesus. ქრისტეს სახელით. If you're in agreement, და თუ თქვენ თანახმანი ხართ, say amen. მოდი თქვით ამინ. Amen. ამენ. All right. Turn with me, if you would, to Matthew chapter 9. მოდი ჩემთან ერთად გადაშალეთ მათეს მე-9 თავი. And we're going to begin in verse 19. დავიწყოთ მე-19 მუხლიდან კითხვას. How many of you don't want to just hear about God's goodness, აი ესეთი კითხვა მაქვს, რამდენ თქვენგანს უნდა რომ განა უბრალოდ but you want to მოისმინოს experience God's goodness? ღმერთის სიკეთის შესახებ, არამედ გამოსცადოთ თქვენს ცხოვრებაში. Too many people hear about God. ძალიან ბევრი ხალხი ისმის But they don't ღმერთის სიკეთის experience შესახებ, God. მაგრამ ვერ გამოცდიან ისინი. Today, God wants you to experience His presence. მაგრამ დღეს ღმერთს უნდა რომ შენ პირადად გამოსცადო მისი თანდასწრება. Do you believe that? წამს ამის. We're not wasting time in here. ჩვენ აქ დროს არ უკარგავთ. God never wastes time, ღმერთი არასოდეს კარგავს დროს. and we're not going to waste time. და არც ჩვენ არ ვაპირებთ რომ დრო დაკარგოთ. This word will change your life აი ეს სიტყვა შეცვლის შენს ცხოვრებას. if you really believe it. თუ შენ მართლა ირწმუნებ მას. Go ahead and read the passage, Matthew 9, 19 through 22. ესე იგი მათეს მე-9 თავი უნდა წავიკითხოთ. მე-19 მუხლიდან 22-ს ჩათვლით. წამოდგა იესო, გაყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. აჰა, ერთი ქალი, რომელიც 12 წელიწადს იტანჯებოდა სისხლდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. ვინაიდან თავისთვის ამბობდა, მის სამოსელსაც რო შევეხო, განმიკურნებიო. 22 Yes, 22. და 22-ს. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: "გამხნევდი ასულმო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა და ქალი იმავე ჟამს განიკურნა." What's great about this passage იცით რა არის ყველაზე შესანიშნავი რამ ამ წერილში? is it shows how something so small ეს ანახებს, რომ რაღაცა ძალიან პატარამ can make a huge difference. რამდენად შეუძლია რომ მოახდინოს ძალიან დიდი განსხვავება. So many believers, ძალიან ბევრი მორწმუნე they think they need their name written in the sky. ფიქრობს, რომ თავიანთი სახელი ესე ცაში არის დაწერილი They need 500 people praying for them. და ასევე სჭირდება 500 კაცი რომ აი ამ ერთ ადამიანზე ლოცულობდეს They need 1,000 people to lay hands on. და 1000 კაცი რომ ხელი დაასხას მათ. They're always in the big and spectacular. და აი ეს რაღაცა ძალიან დიდი და განსაკუთრებული რა And I'm მოხდეს. here to let you know today მაგრამ მე აქ ვარ დღეს იმისათვის რომ გითხრათ, that God is in the simple. რომ ღმერთი სიმარტივეშია. God is in the small. ღმერთი აი პატარა რაღაცეებითაც მოქმედებს. So many people think I don't have enough faith. ძალიან ბევრი ხალხი ადამიანი ფიქრობს, რომ მე რწმენა არ მაქვს. And God wants you to know all you need is a little bit. არა და ამ დროს ღმერთს უნდა შეგატყობინოს, რომ შენ რაც გჭირდება არის სუნცირეოდენი. This woman აი ეს ქალი said, ამ ქალმა თქვა, if I can just touch თუნდაც რომ შევეხო, the hem of his garment, აი სამოსლის I will be კიდეს, healed. მე მაშინ განვიკურნები. I don't need Jesus to pray a long prayer. ნახეთ რას ამბობდა, რომ მე არ მჭირდება რომ იესომ გრძელი ლოცვით ილოცო I don't need შენთვის. a bunch of oil dumped on არ me. მჭირდება რა ის ზეთის ხება მოხდეს ძალიან All ბევრი I ზეთი ცხონ. need is just a small touch. არამედ მე მჭირდება მხოლოდ უბრალო პატარა შეხება.
Do you notice also in this passage, და იცით კიდევ რა წერია ამ წერილში? Jesus didn't take any credit. რომ იესომ თავის ქება არ მიიღო He თავისი. gave all the credit არამედ მთელი ქება to the woman. ქალს მიუძღვა, მთლიან შედეგები ამ ქალს მისცა. She suffered for 12 years. და რატომ? ეს ქალი 12 წელი იტანჯებოდა. And instantly, და აი წამიერ მყისიერად with a small amount of faith, სულ პატარა მწმენით she got the miracle მან სასწაული მიიღო თავის that ცხოვრებაში. no one else could give her. ისეთი სასწაული, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ მისცემდა მას. Jesus gave her all the credit. ანუ იესო მთელი შექება აი ამ ქალს მიუძღვნა. And I want to encourage you today. და ამიტომაც მე მინდა რომ გაგამხნევოთ დღეს. Don't think you need something huge. ანუ არ იფიქროთ რომ რაღაც ძალიან დიდი გჭირდებათ. Just trust God for enough, უბრალოდ ენდეთ ღმერთს რომ უფალი which საკმარისია. is just a little bit. და ეს შეიძლება გამოიხატოს სულ მცირეოდენი რწმენითაც. We need to understand this as believers. ჩვენ უნდა გავიგოთ ეს როგორც მორწმუნეებმა. The smallest amount of God რომ აი სულ მცირე რაოდენობაც კი ღმერთისა is always enough. არის ყოველთვის It's always საკმარისი. greater ყოველთვის უფრო დიდია. than whatever you're dealing with. ვიდრე ნებისმიერ რამე რასაც No matter how big of the problem is you're dealing with, და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდი პრობლემის the წინააღმდეგ ხარ. smallest amount of God. სულ მცირეოდენი is always ღმერთიც bigger. კი ყოველთვის უფრო დიდია. So we need to put our trust ამიტომაც ჩვენ უნდა even in a ვერწმუნოთ little bit აი ამ პატარას. and quit thinking about so much. თუნდაც ძალიან პატარას და შევეშვოთ აი ძალიან დიდ ფიქრს. I'm going to give you some other examples to prove this point today. და აი ამის დასამტკიცებლად კიდე მოგცემთ რაღაც მაგალითებს ბიბლიიდან. Matthew chapter 15, მათეს მე-15 თავი. verse 21 through 28. 21 მუხლიდან 22 მუხლის ჩათვლით. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში და აჰა ქანაანელი ქალი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეხაღადა მას შემიწყალა მეუფალო ძეო დავითისა ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია სიტყვაც არ გაუწია იესოს მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს გაუშვი იგი რადგან მოყვირის ის ჩვენ მან მიუგო და უთხრა მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხრებთან დედაკაცი კი მიუახლოვდა თაყვანისა და უთხრა მიშველე მეუფალო მან მიუგო და უთხრა არ არის კარგი რომ შვილებს წავართვა პური და ძაღლებს გადაუგდო. დედაკაცმა უპასუხა: "დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ამ ცეცებს მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა." მაშინ იესომ პასუხად უთხრა: "ჰოი დედაკაცო, დიდია შენი რწმენა. მოგეცეს როგორც შენ გსურს და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი." Amen. ამენ. Let's see a couple really good points in this passage. მოდი ახლა ძალიან კარგ საკითხებს შევეხოთ აი ამ წერილიდან, რასაც ხედავთ. Number 1, ნომერი პირველი. this woman wasn't in covenant with God. აი ეს ქალბატონი არ იყო აღთქმაში უფალთან. Yet she had a small enough faith to believe in God. თუმცა მას ქონდა საკმარისად მცირე რწმენა საიმისოთ რომ მიიღო სასწაული. Even when supposedly God rejected her or Jesus rejected her, თუნდაც სიტუაცია ისე გამოიყურებოდეს რომ თითქოს და she იესომ still უარყო believed მას მაინც წავდა that faith is enough. რომ აი ეს რწმენა საკმარისია. She didn't need something big and spectacular. მაგრამ მას არ სჭირდება რაღაცა დიდი და განსაკუთრებული. All she said არამედ რაც თქვა იყო ის რომ is just a crumb. აი სულ პატარა დეტალი არის A საჭირო. crumb, a scrap. აი ნამცეცი. Yes. So just like you would take some toast and scrape the toast, ხო წარმოიდგინეთ აი რომ იღებთ პურს და რომ გახუხავთ და პატარა ნაფშვენები რო აქვს. a crumb was enough. აი ეს ნამცეცი საკმარისი And იყო. she believed that. და მან ირწმუნა. So just like the woman with the issue of blood, ზუსტად იგივე ისტორია როგორც აი ქალი სისხლდენით რო she არის. said, if I just touch მან the hem of his თქვა, garment, თუ შევეხები იესოს სამოსლის I would be კიდესო, healed. მაშინ განვიკურნები. This mom said, ამ დედამაც ესე თქვა, if I have just a crumb of faith, რომ თუნდაც აი ეს პატარა ნამცეთი Just a მქონდეს crumb რწმენისა, touch of you. აი ეს ნამცეთი შენი შესხებისა, that will be enough to deliver my daughter from ეს demons. იქნება საკმარისი, რომ ჩემი ქალიშველი ვიხსნა დემონებისგან. And Jesus და said, იესომ უპასუხა, your faith რომ შენმა is რწმენამ, great. შენი რწმენა დიდია. We keep thinking our faith has to be huge. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი რწმენა დიდებული უნდა იყოს რაღაც. And God is in the simple. არა და ღმერთი სიმარტივეშია. We make believing harder than it really is. ჩვენ რწმენას უფრო რთულად აღქმაც ვქნით, ვიდრე რეალურად არის რწმენა. Do you all realize თქვენ გესმით?
You've heard enough word today აანალიზებთ იმას, რომ დღეს უკვე გქონდათ საკმარისი სიტყვა from the Word of God ღმერთის სიტყვიდან. to receive any miracle in your life. საიმისოთ რომ იგიღოთ ნებისმიერი სასწაული თქვენს ცხოვრებაში. Faith comes by hearing რწმენა მოდის მოსმენისგან and hearing the Word of God. და მოსმენა ღმერთის სიტყვისგან. God attaches His faith ღმერთი თავის რწმენას to His Word. აბამს თავის სიტყვას უკავშირებს. So when the Word comes, ამიტომ როდესაც სიტყვა the მოდის, faith of God comes ღმერთისგან რწმენაც მოდის. because it's attached. იმიტომ რომ ესენი შეკავშირებული ერთმანეთთან. How many of you have heard some Word of God today? და დღეს რამდენმა თქვენგანმა მოისმინა ღმერთის სიტყვა. That means ეს ნიშნავს, you have enough faith რომ შენ გაქვს საკმარისი for any რწმენა miracle you need. ნებისმიერი სასწაულისთვის შენ No matter how big არ აქვს მნიშვნელობა რამდენად or how დიდია, small. ან რამდენად პატარა შენი სურვილი. Because faith იმიტომ რომ რწმენა will affect anything, ნებისმიერ ამაზე big or იმოქმედებს. small. დიდზეც და პატარაზეც იქონიებს You don't გავლენას. need greater faith, არ გჭირდება უფრო დიდი რწმენა. you just need faith. უბრალოდ რწმენა გჭირდება. Small ამენ. faith. პატარა რწმენა. Amen? ამენ. Amen. ამენ. Should we take a drink of water? Of course. This is for you. This is for me. Yeah. Let's see. Is that good? Yeah. Of course. Do you like it? Yeah. Good. So if I drink some water, aren't you supposed to drink some water? I can drink some water too. მე თუ დავлев წყალს, შენც არ უნდა დალიოო და მეც დავлев, მეც დამეხმარება წყალი. Let's see how good she follows me. მოდი ნახოთ, რამდენად კარგად მომყვებაო. Amen. That's good, right? ამენ, კარგია, ხო? Right. All right. It's good. It's ჩამოვარე good. გამოწდა. We're going to try to make this message as simple as possible. ჩვენ შევეცდებით რომ აი ეს გზავნილი რაც შეიძლება მარტივად მოგაწოდოთ. Some of you are going to have a hard time receiving it ზოგს ალბათ გაგიჭირდებათ ამის მიღება. because you're looking for something big and spectacular. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იძებდეთ რაღაცა ძალიან დიდს და დიდებულს. But if you can make this really small today, მაგრამ თუ შეგიძლიათ რომ ეს შეამციროთ, this message will change your life forever. მაშინ აი ეს ქადაგება შეცვლის შენ ცხოვრებას სამუდამოდ. Remember, God specializes in the simple. ნახეთ, დაიმახსოვრეთ რომ ღმერთი მოქმედებს სიმარტივით. Let's look at some other examples. მოდი სხვა მაგალითებსაც შევხედოთ. Luke chapter 17, ლუკას მე-17 თავი, verse 6. მე-6 მუხლი. თქვა უფალმა, დოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგიო, გაგიგონებდათ. He's talking about a small seed. ნახეთ, ის ლაპარაკობს პატარა მარცვალზე. He said if your faith is this small, ის ამბობს, რომ შენი რწმენა თუ ამდენად მცირეა, you can have a tree be uprooted, შეგიძლია რომ ხე აღმოფხრა. right? Read Matthew chapter 17. ახლა წავიკითხოთ მათეს მე-17 თავი, მე-20 მუხლი. მან უთხრა მათ, თქვენი მცირე რწმენის გამო ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, დოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას, აქედან იქით გადადიო, იგი გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. Do we notice that the seed is very small? იმას ვამჩნევთ, რომ აი ეს თესლი ძალიან მცირეა. Yet faith as big as the seed მაგრამ როდესაც რწმენა არის იმდენად დიდი, რამდენიც is powerful enough to uproot a tree მარცვალი, მაშინ ის არის საკმარისად or move a ძლიერი, mountain. რომ მთაც გადანერგოს და ხეც აღმოფხრას. Same size as seed. ზუსტად იმდენი რწმენა არის საჭირო, რამდენიც აი ეს პატარა მარცვალი. I have a bottle of mustard seeds. აი ხა მე წამოღებული მაქვს დოგის მარცვლების Okay. ქილა. So, has anybody ever seen a mustard seed? ფინმე სოდეს მე გინახავთ აი ეს დოგის მარცვალი რომ ხელას A couple ენებელში. people? რამდენიმე Right. ადამიანი თქვენგანს ხო? So, how many mustard seeds do you think are in here? აი ხა რას ფიქრობთ Give me აი some ამ numbers. ქილაში რამდენი მარცვალი ექნება დოგის რიცხვები დამისახელეთ? 500? 500? 1,000? 1000? 2,000? 2,000? 2000? Do I hear three? Give me three. Give me Ava, three. Give me three. 3,000 Give me is four. this. 4. Give me 8. They say 8,000, Eight? 700 something. 8,700. You're a man of great faith. შენ ხარო დიდი რწმენის კაცი. Do I have more faith in here over 8,000? Can I get 10,000? Can I get 10,000? ამაზე უფრო დიდი რწმენაც გვაქვს დარბაში მოგვეპოვება 10,000 მარცვალი შეიძლება რომ ჩაეტიოს აქ.
So nobody in here believes there's 10,000 seeds in here. ანუ არავის არ წამს რომ 10,000 იქნება? Well, We got two, okay. ნახე 53,000 seeds. 53,000 მარცვალი ეტევა აქ. She said 50,000. 50. Oh, you said 50,000? აჰა. All right, awesome. შენ თქვიო ხო 50,000 შესანიშნავია. Over 53,000 seeds. In here. წარმოიდგინეთ 53,000-ზე მეტი მარცვალი არის აი Jesus აქ. said, და if you have faith the size of one of these, და იესო ამბობს რომ თუ შენ გავს რწმენა აი ერთ-ერთი მარცვლის you ოდენა. can have anything uprooted in your life მაშინ ნებისმიერი რამე შეგიძლია აღმოფხვრა or a შენ mountain ცხოვრებიდან. moved. ან თუნდაც მთა გადაადგილო. There's over 53,000 miracles in this bottle. აქ არის 53,000 სასწაული აი ამ ბოთლში, ამ კილაში. That's a lot of miracles right here. ძალიან ბევრი სასწაულებია აქ არა? And think about this. და ახლა ამაზე დაფიქრდით. You don't have just a little seed inside you. და შენ რომ ერთ პატარა მარცვლის ოდენა რწმენა კი არ გაქვს შენ შინაგანში. 1/3 of you არამედ is all God. მთელი შენი შინაგანი ღმერთით არის You სავსე. have a lot more than 53,000 seeds ეს inside ნიშნავს, რომ you. 53,000-ზე ბევრად მეტი თესლი გაქვს, აი ეს მარცვალი გაქვს შენ შინაგანში. All the miracles you need რომ ყველა სასწაული რაც გჭირდება, is already inside you. უკვე შენშია. Amen. Is there anybody who's struggling with addictions? არის აქ ვინმე, ვინც ვისაც დამოკიდებულებები აქვს ცუდი. Today they can be uprooted. დღევანდელ დღეს ეს დამოკიდებულება შეიძლება Just like the აღმოიფხვრას. ისევე როგორც აი ეს ხე. Is there anybody facing a mountain so big there's a debt so big you don't think God can provide? არის აქ ვინმე, ვისაც აქვს აი ესეთი დიდი მთა, მაგალითად დიდი ვალი ცხოვრებაში, რაზეც ფიქრობთ, რომ ვერასოდეს ვერ Your provision is already here მაშინ იცოდეთ, რომ თქვენი უზრუნველყოფა უკვე ადგილზეა. because you're hearing the word of God. იმიტომ რომ შენ ღმერთის სიტყვა გესმის. Every time the word of God comes, ყველა დროს, ყოველ შემთხვევაში, როდესაც მოდის there's a seed of faith attached to it. მას აქვს მიბმული, მასთან არის შეკავშირებული მარცვლის ოდენა. So you can be victorious. არის თესლი რწმენისა და ამიტომაც შენ შეგიძლია იყო გამარჯვებული. Right. So backtracking. მოდი ახლა დაუბრუნდეთ უკან. The first woman with the issue of blood. აი პირველი ქალი რო ვახსენეთ სისხლდენის She პრობლემა. said, if I can just touch. მან თქვა რომ მე თუ შევეხები უბრალოდ. The second lady მეორე ქალმა რა თქვა? said, just a crumb, super small. აი სულ მცირე ოდენი ნამცეცი. And Jesus said, great faith. და იესომ თქვა დიდი რწმენა გაქვს. He says something as small as a mustard seed იესო ამბობს რომ თუ გაქვს რწმენა რომელიც ისეთი მცირეა როგორც will აი take ეს care of any problem in your life. მოგვის მარცვალი მაშინ ნებისმიერი პრობლემა მოგიგვარდება ცხოვრებაში. If we simplified the gospel თუ ჩვენ გავამარტივებთ სახარებას and quit making it so hard, და აი შევეშვებით რაღაც გართულებებს, we would start seeing a lot more supernatural in our life. მაშინ დავინახოთ უფრო მეტ ზებუნებრივ მოქმედებას ჩვენ ცხოვრებაში ვიდრე აქამდე. Let's look at a couple other ones. მოდი კიდევ შევხედოთ მაგალითებს. Luke. ლუკას Let me get back there. Sorry about that. Luke 7:7. ლუკას მეშვიდე თავის მეშვიდე მუხლი. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნია შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკუნება ჩემი მონა. Right. So when Jesus was addressing this situation, ნახეთ, როდესაც იესო მიმართავდა აი ამ პრობლემას სიტუაციას. he was dealing with a crowd იესოს უწევდა გამკლავება ხალხის that ბრბოსთან, should have known better. რომელსაც უკეთესად უნდა სწოდნოდათ იესო. He was dealing with someone who really didn't have a great relationship with God. ის იესოს ქონა იმ მომენტში ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც არ იცნობდა იესოს ძალიან ახლოს. But the man Yes. of God, but the man said to Jesus, just say a simple word. ანუ აი აქ ისტორიაში ადამიანზე ვიზაც წავიკითხეთ, ის არ იცნობდა ღმერთს კარგად, მაგრამ მან თქვა რომ იესო შენ უბრალოდ თქვი სიტყვა. Don't speak several chapters over me. ნახე რაღაცა თავები კი არ წამიკითხო ბიბლიიდან. I don't need 500 people to lay hands on არც me. ის მიჭირდება რომ 500 მაკაცმა ხელი დამასხას. I don't need the prayer chain. არც ლოცვის ჯაჭვი მიჭირდება. Just say the word. არამედ უბრალოდ თქვი სიტყვა. This guy knew just a little bit of God is all I need. აი ამ ისტორიაში რომ ადამიანი იყო ის ამბობდა რომ მე მხოლოდ მცირე რამ მჭირდება, შენი სიტყვა მჭირდება.
And Jesus said then to the people, და მე ნახეთ იესო ეუბნება ხალხს ბროს. the people who should have known, აი იმ ხალხს რომელთაც წესით უნდა სწოდნოდათ. but they didn't know. მაგრამ არ იცოდნენ მათ. He said, I haven't seen any faith like this იესო ეუბნება ამ ხალხს მიმართავს, რომ ასეთი რწმენა in all არსად არ მინახავს. of Tbilisi. მთელ თბილისში არსად არ მინახავს. But an outsider came in the door, მაგრამ ნახეთ მე კარი გაიღო and he was told, და ეუბნებიან მას, if he just says the word, რომ თუ იესო იტყვის სიტყვას, that's all I need. აი საკმარისია, მხოლოდ ეს მჭირდება. Shouldn't we be the exact same way? ჩვენ ზუსტად ასე არ უნდა მოქმედებდეთ. Just say the word, God. უბრალოდ თქვი სიტყვა უფალო. Just speak the word over my life. უბრალოდ ილაპარაკე სიტყვა ჩემს ცხოვრებაში. And it's all I need. ეს არის ყველაფერი რაც მჭირდება. I am convinced მე დარწმუნებული ვარ. because my God is not a liar. იმიტომ რომ ჩემი ღმერთი მატყუარა არ არის. This is all that I need. ეს არის ის ყველაფერი რაც მე მჭირდება. Last example, ბოლო მაგალითიც. Mark chapter 5, მარკოზის მეხუთე თავი. verse 36. 36 მუხლი. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენის თავნავე უთხრა სინაგოგის უფროს, ნუ გეშენია, ოღონდ გწამდეს. In this situation, აი ამ სიტუაციაში a father მამა came to Jesus მოდის იესოსთან and said, please come to my house და ეუბნება რომ გთხოვ წამოდი ჩემს სახლში and heal my და daughter განკურნე ჩემი შვილი so she would live. და რათა მან იცოცხლოს გადარჩეს. So Jesus agreed, იესო დათანხმდა I'll go make sure რომ წამოვალ that whatever's hurting your daughter, და დავრწმუნები რომ whatever sickness, რა whatever სნეულობაც არ მქონდეს disease, შენს დას შენ შვილს შენ რა პრობლემაც I'll take care of it. მე ვიზრუნებ მასზე. How many of you guys know Jesus and the Word are the same? რამდენმა თქვენგან მაიცეთ რომ ღმერთი და სიტყვა ერთი და იგივე იესო და სიტყვა ერთი და იგივეა. So Jesus said, I'll come take care of it. ნახეთ იესო ეუბნება რომ მე წამოვალ და So the ვიზრუნებ. Word of God will take care of it. ანუ იგივეა რომ ღმერთის სიტყვა იზრუნებს მასზე. The situation ნუ სიტუაცია went from bad to worse. ნახეთ ცუდიდან უფრო კიდევ უარესში გარდაიქმნა. The daughter who was sick იმიტომ რომ ქალიშვილი რომელიც ცნეული იყო ended up dying. გარდაიცვალა. But do you notice მაგრამ თუ შეგიმჩნევიათ it didn't faze Jesus? რომ იესო ამას არ შეუშინებია. Because the simple small amount of faith იმიტომ რომ ძალიან უბრალო პატარა მარცვალი რწმენისა will cure a sickness განკუნავს სნეულებას or even raise the dead. და აღადგენს კიდეც მკვდარს. It didn't shake Jesus, აი იესო არ აკანკალებულა ამისგან. but it started shaking the father. მაგრამ მამამ დაიწყო Of the daughter. იმიტომ რომ ნერვიულობდა. So Jesus looked directly at him ნახეთ ახლა იესო უყურებს მამას პირდაპირ and პირისპირ said, just believe. და ეუბნება მხოლოდ გწამდეს. The same faith რომ იგივე რწმენა that you were trusting me with რომლითაც მენდობოდი when your daughter was sick როდესაც შენი ქალიშვილი იყო სნეული is the same faith you need იგივე რწმენა გჭირდება for your daughter to come back from the dead. რათა შენი ქალიშვილი მკვდრეთით აღდგეს. Keep it simple. მარტივად დაიმახსოვრეთ. That man didn't need more faith ამ კაცს მეტი რწმენა არ სჭირდებოდა. for his daughter to come back from the dead. იმისათვის რომ თავის შვილი სიკვდილიდან სიცოცხლეში დაბრუნებულიყო. He just needed a simple trust მხოლოდ სჭირდებოდა მას უბრალო რწმენა in what Jesus said. იმისა რაც უთხრა იესომ. ამენ. ჰალელუია. In this room right now, აი ახლა ამ დარბაზში there's more than enough faith იმაზე საკმარისზე მეტი რწმენაა. because you've heard plenty different examples იმიტომ რომ თქვენ უკვე ბევრი მაგალითი მოისმენთ for miracles. სასწაულებისთვის. If you need a miracle in here, თუ გჭირდება სასწაული დღეს, Holy Spirit's in here. მაშინ სული წმინდა აქ I არის. can feel his presence. მე ვგრძნობ მისთან დასწრებას. You know why? იცით რატომ? Holy Spirit always accompanies იმიტომ რომ სული წმინდა the Word ყოველთვის of God. თან არის, თან ახლავს ღმერთის სიტყვას. And Holy Spirit და სული წმინდა doesn't want to be back in the corner. სული წმინდას არ უნდა ის სადღაც უკან კუთხეში ყოფნა. Holy Spirit wants to be up front. არამედ მას უნდა წინ ჩვენთან With გამოსვლა. everybody. ყველასთან. We just need to trust ჩვენ მხოლოდ უნდა ვენდოთ, that the same Spirit that raised Jesus from the dead რომ იგივე სული, რომელსაც იესო აღადგინა is in მკვდრეთից, this house აი ამ დარბაზშია and in this house. და აი აქ ამ ტაძარში. Do you believe that today? გწამთ ამისა დღეს.
Faith comes by hearing რომ რწმენა მოდის and მოსმენისგან hearing the word of და God. მოსმენა ღმერთის სიტყვისგან. There is no one in here, არავინ აქ, no one at all, არავინ არ არის აქ, that doesn't have enough faith. რომელსაც არ აქვს საკმარისი რწმენა. You either believe it შენ ან გწამს, or you reject it. ან უარყოფ ამას. But you all have enough faith. მაგრამ თქვენ თითოეულ თქვენგანს გაქვთ For whatever საკმარისი you're რწმენა dealing with. ნებისმიერ ამისთვის, რასაც ებრძვით დღეს. The healer's in the house. მკურნალი დარბაზში ყავს. The provider is in the house. უზრუნველმყოფელიც ჩვენთან ერთად The არის. great deliverer is in the house. გამომსყიდველიც ჩვენთან ერთად არის. Because we serve the great I am, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით მე not the great ვარ I was. და არა იმას რომ მე ვიყავი. Jesus is the same იესო იგივეა yesterday, გუშინ, today, დღეს and forever. და საუკუნოდ, უკუნისამდე. This seeds აი ეს მარცვლები will work. იმუშავებს. I'm going to leave this here. მე აქ დაგიტოვებთ. So anybody after service, რომ ნებისმიერი If they want თქვენგანი to, სახურების მერე თუ გსურთ, they can actually put that in their Bible. მოხვიდეთ და თუ კიდეც წაიღოთ თქვენ ბიბლიებთან I have ერთად. one in my Bible. მე მაქვს ერთი ნახეთ მისკოჩებული ჩემს Right ბიბლიაში. here. აი აქ. It's a mustard seed. ეს არის მთუგვის მარცვალი. I know only a few rows can see it. მე ვიცი რომ მხოლოდ აი რამდენიმე რიგ შეუძლია ამის დანახვა. But every time I open up this word, თუმცა რო ყველა ჯერზე როდესაც ხსნი ღმერთის this reminds me, ეს მახსენებს just believe it. რომ უბრალოდ ირწმუნე. Keep it simple. მარტივად Don't make მიიღე. it hard. ანუ გაართულებ. Those other passages we read about the fig tree ჩვენ წავიკითხეთ ხო მუხლები and the mountain, ლეღვის ხეზე და guess what I მთაზე. got on those pages? იცით რა გავიგე მე ამ I have a mustard მუხლებიდან, seed on რომ top of them. მე აი მათ თავზე მიდევს აი ეს მარცვალი. Just to remind me how small and how easy this needs to be. იმისათვის რომ ყოველ ჯერზე შემახსენოს რამდენად მარტივია ღმერთის წმენა. This is so small, the people in the back probably can't see it. იმდენად პატარაა რომ Unless ალბათ they've got Superman vision. you know what I ალბათ mean? უკან ვინც ხეთხართ ისინი ვერ ხედავენ თუ რაღაცა განსაკუთრებული სუპერ ძალები არ გაქვთ. This to me is encouraging. აი ეს ჩემთვის გამომხნევებელია. That I don't need to be some great prophet of the land. ეს მახსენებს რომ მე რაღაც დიდი I don't need to be some great წინასწარმეტყველი evangelist. ან დიდი מחარობელი კი I don't არ need to be ვიყო ამ some great ქვეყნისა. teacher, ან some დიდი გული pastor. მასწავლებელი ან წყემსი. All I need to be is a არამედ simple believer. ერთადერთი რაც მჭირდება რომ უნდა ვიყო მარტივად მორწმუნე. I believe that's what you are today. და მე მწამს რომ თქვენც აი ეს მორწმუნეები ხართ, ვისაც გწამთ. Simple believers. მარტივი, უბრალო მორწმუნე, უბრალოს მორწმუნეები. Is there anybody in this place არის აქ ვინმე, that you're trusting in God for something? რომელიც ენდობით ღმერთს რაღაც Raise your hand. საკითხში. ხელი ასწიეთ თუ ასეა. Okay. Good, good. Everybody should always be trusting God. კარგია, იმიტომ რომ ყველა ყოველთვის უნდა ენდობოდეს ღმერთს. If you're not trusting God for anything, თუ არ ენდობთ ღმერთს, then you're not living by faith. მაშინ შენ რწმენით არ ცხოვრობ. Always bigger. ყოველთვის უფრო დიდი. God wants to bless you more. ღმერთს უნდა რომ უფრო მეტით გაკურთხოს ყოველთვის. God wants your physical body feeling better. ღმერთს უნდა რომ შენი ფიზიკური სხეული უკეთესად გრძნობდეს თავს. Because if you're saved in here, იმიტომ რომ თუ შენ აქ ხარ ზეც it's not your დაშვებული, body. გადარჩენილი, ეს It's შენი his სხეული body. აღარ არის, ეს მისი სხეულია. And he wants his body feeling good. და მას უნდა რომ თავის სხეული კარგად გრძნობდეს We თავს. just have to come in agreement with that. ჩვენ უბრალოდ უნდა დავთანხმდეთ ამ ფაქტს. Amen? ამინ? Amen? ამინ. Everybody in this place today, I think everybody's born again. ყველა ამ ადგილას ვინც ხართ მე ვფიქრობ რომ ზეციან შობილები ხართ. Everybody's saved. ყველანი გადარჩენილები ხართ. Is there anybody in this place არის ვინმე აქ, that has never received Jesus as Lord and Savior? რომელსაც არასოდეს Anybody? მიუღია იესო თავის მხსნელად. არის ვინმე ასეთი? Anybody? Okay, good. Everybody's saved. ანუ ყველა დახსნილები ვართ. Good. კარგია. Praise the Lord. უფალს დიდება. I'm preaching to the choir. მე გიქადაგებთ თქვენ მრევლს. But we do have trials in our lives. მაგრამ ჩვენ გვაქვს განსაცდელები ჩვენ ცხოვრებაში. The Bible says, ბიბლია ამბობს, if any two come together in agreement, რომ თუ ორი კაცი შეთანხმდება, they will have მაშინ მათ ექნებათ whatever they agree upon, ნებისმიერ რამერაზე as შეთანხმდებიან long as it ისინი. lines up with God's word. იქამდე სადამდეც ეს ღმერთის სიტყვა შეესაბამება. Amen? ამენ? Amen? ამენ? I'm here to tell you, მე აქ ვარ იმისთვის რომ I გითხრათ. feel God's presence in here. რომ მე გრძნობ ღმერთის თანდასწრებას ამ ადგილას. Is there anybody else that can feel God's presence in here? თქვენ ვინმე რომელიმე good. თქვენგანი გრძნობთ Good. ღმერთის თანდასწრებას აქ? Maybe you can't feel God's presence in here, შეიძლება არც კი გრძნობდით. but it doesn't mean his presence is not here. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთის თანდასწრება აქ არ არის.
Faith says God's presence is here. რწმენა ამბობს, რომ ღმერთის თანდასწრება აქ არის. Amen. ამინ. And I want to agree with you. და მე მინდა რომ შევთანხმდეთ თქვენთან ერთად, Anybody in this place რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქ არის, that needs agreement in prayer. ყველას გვჭირდება აი ესეთი შეთანხმება ლოცვაში. Is there anybody in here არის აქ ვინმე, that you're trusting God for a miracle? რომელიც ენდობით ღმერთს სასწაულებს? Because the miracle worker is in this place. იმიტომ რომ სასწაულო მოქმედი ღმერთი ამ ადგილზე არის. So people who are physically right now, physical miracles, they need physical miracle. I want to lay hands and agree with them right now. აი ხლა ხალხს მოგმართავთ, რომელსაც გინდათ ფიზიკური სასწაული რომ განიცადოთ, მე მინდა რომ თქვენ ხელით შეგეხოთ და ვილოცოთ თქვენზე. They can receive in their seat, და შეგიძლიათ თქვენ მიიღოთ. or they can come up front if they want agreement. შეგიძლიათ რომ იდგეთ, მაგრამ შეგიძლიათ გამოხვიდეთ კიდეც და ჩვენ შეთანხმებულად ვილოცოთ თქვენი ფიზიკური განკურნებისთვის, სასწაულისთვის. I want to open this up right now. მინდა რომ აი ეს ადგილი ამისთვის ღია იყოს და გითმოთ. The worst thing you can do რომ აი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება is let გააკეთოთ. pride get in the way. არის ის რომ სიამაყეს მისცეთ უფლება რომ გადაგიღობოთ ამ გზაზე. Pride stops God's word. სიამაყე ღმერთის სიტყვას არ აძლევს მოქმედების საშუალებას. Humbleness receives God's word. ხოლო თამდაბლობა იღებს ღმერთის სიტყვას. Amen. ამინ. It's not about the person next to you. ეს არ In front შეიძლება of you, ადამიანს შენს behind you. გვერდზე, შენს უკან, შენს წინ. It's you and God right now. არამედ შენ და ღმერთი ხართ ახლა აქ. And I need to have some people და მინდა ხალხი that has some simple faith რომ ჭირდება ხალხი რომელსაც აქვთ უბრალო რწმენა. that I can agree with. ისეთი რომ ანუ ეს ხალხი ვისთან ერთადაც მე შევთანხმდები და Is ვილოცებთ. there anybody at all? არის აქ ვინმე საერთოდ? You need a miracle. რომ ვისაც A physical სასწაული ჭირდებათ, miracle. ფიზიკური Physical სასწაული. miracle. I don't care if it's incurable. ნახეთ, მე არც კი მაინტერესებს თუ Doesn't თქვენი doesn't ცნეულობა change God's word. განუკურნებელია თუ არის განუკურნებელი, იმიტომ რომ ეს ღმერთის სიტყვას არ ცვლის. It doesn't matter the doctor's diagnosis. ექიმის დიაგნოზ არ ცვლის. What matters today is God's diagnosis. ღმერთი ექიმის დიაგნოზი არ ცვლის ღმერთის სიტყვას, არამედ ღმერთის დიაგნოზი არის დღევანდელ And we დღეს serve the healer მნიშვნელოვანი. today. და ჩვენ მემსახურებით მკურნალს დღევანდელ Amen. დღეს. ამენ. Anybody? არის ვინმე ვისაც განკურნება Anybody? სჭირდება? Back there, right there? Okay. Come on up. Come up front. Come up მობრძანდით front. მაშინ წინ შეგიძლიათ. Have them put their hands out as an act of receiving. აი ხელები ესე გაშარეთე, როგორც მოქმედება იმისა, რომ იღებთ ღმერთისგან სასწაულს. Simple faith. ძალიან უბრალო რწმენა. Just touch. უბრალოდ შეხება. Jesus. According to the word of the Lord. უფლის სიტყვის I თანახმად. agree with you. მე ამ ლოცვაში ვთანხმდები თქვენთან ერთად იესო ქრისტეს სახეში. Sometimes people are looking for really long prayers ზოგჯერ ხალხი ელოდება ძალიან დიდ ლოცვას, and they're გრძელვადს. hoping, და მათ იმედი აქვთ, I wish he would have prayed longer. რომ ნეტავი ჩემზე უფრო მეტხანს ელოცა. But that's not what you need. მაგრამ ეს არ არის ის, რაც შენ გჭირდება. All you need არამედ ის, რაც გჭირდება, is just არის უბრალოდ one ერთი touch. შეხება. ამენ. Just one touch. უბრალოდ ერთი შეხება. Many of you, ბევრ თქვენგანი, just as the lepers were healed as they went, აი ნახეთ როგორც კეთროვნები იყვნენ, რომლებიც many of you will be იყუნებოდნენ. feeling better and better and better ანუ განკურნება თქვენთვის პროცესი as იქნება, this day goes on, რომ როდესაც თქვენ ეს დღე as the week ჩაივლის, goes on. მერე კვირა ჩაივლის And you just need to remember, და უნდა გახსოვდეთ თქვენ, all I need რომ ის რაც მჭირდება, is that small seed. ერთადერთი რაც მჭირდება არის პატარა You მართვალი. received that small seed today. თქვენ დღეს მიიღეთ ეს პატარა By the word მართვალი of God. ღმერთის სიტყვის მეშვეობით. Amen. ამენ. Amen. ამენ. Amen. Amen. Thank you.